არჩილ გობაჯიშვილი, სოციალურ საწარმო დაადარის ხელმძღვანელი სოხუმიდან. დაადარი ეს არის ეპითეტი და ნიშნავს შესადარს, მისადარს, სამაგალითოს და ჩვენ როცა გადავწყვეტთ რომ ეს საქმე გვეკეთებინა, ვცდილობდით გვეკეთებინა როგორც სამაგალითო საქმე, თავისი ხარისხით, თავისი იდეით და თავისი აზრით ჩვენ ვაკეთებთ პატარებისთვის ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოებს და ჩვენი სათამაშოები პატარების თავის ცხოვრების საუკეთესო წლებში ეხმარებათ განვითარებაში, ჩამოყალიბებაში და სამყარო შემეცნებაში. პირველად იდეა გაჩნდა მას შემდეგ, როცა ჩემს ნათლს გავუკეთე პირველი სათამაშო და მას ძალიან მოეწონა. მაშინ მივხვდი რომ მომწონდა ეს საქმე, მომწონდა პატარების გახარება, მინდოდა რომ ბევრი პატარა გამეხარებინა და გადაწყვიტე ჩავმეყალიბინე მცირე საწარმო. რა თქმა უნდა, სირთულეები ახდა თან, ვინაიდან ის ხომ საკმაოდ მცირე ბიუჯეტიანი სტარტაპი, როცა ჩვენ დავიწყეთ ფაქტიურად 1-2 ხელის ინსტრუმენტი ჰქონდა, რითაც ვცდილობდით სათამაშოების დამზადებას, თუმცა დამზადებული პროდუქცია ამართლებდა მიზნებს და თანმიმდევრულად ნელ-ნელა ჩვენ შევძელით მცირე საწარმო ნელ-ნელა გაგვეფართოვებინა, გაგვეზარდა ახალი თანამშრომლები და გუნდის წევრები დაგვემატებინა და დღემდე მოვედით იმ ეტაპამდე, რომ გვაქვს უფრო დიდი ამბიციები, რომ გავხდეთ ერთ-ერთი ძლიერი მსოფლიო ბრენდი, რომელიც ამზადებს ხის ხელნაკეთ სათამაშოებს. ჩვენი მთავარი სოციალური მიზანია გადავამზადოთ და დავასაქმოთ როგორც იძულებით გადაადგილებული პირები, ასევე შეძლებული შესაძლებლობის მქონე ადამიანები. ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მამოტივირებელი, რაც არის, ეს არის ვაკეთო ის საქმე, რომელიც მიყვარს და ვაკეთო იმ ხალხთან ერთად, რომელსაც პატივს სცემ და მიყვარს. ძალიან სასიამოვნო საქმეა. ხატვა. ძალიან მიყვარს და ბევრად უფრო დამამშვიდებელი და დამაწყლარებელი ეფექტი აქვს. აქ დავიწყო მუშაობა სადღაც თვენახევრის წინ და ახლობით თვენთან ნაკლების წინ. და ისე მართლა არ ველოდებოდი, რომ ესეთი სასიამოვნო იქნებოდა აქ ყოფნა. თბილი და მშვიდი სამუშაოა. ხესავით. არ ველოდებოდი ეგეთი ლამაზები თუ იქნებოდა ეგეთი და თან კიდევ რა თქმა უნდა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ეკოლოგიურად სუფთა ყველაფერი რითიც მზადდება, ხეც და საღებავით ასე შემდეგ. დღეს ჩვენი წარმოებული პროდუქციის 95% გადის ექსპორტზე გერმანიაში. საკმაოდ მაღალი მოთხოვნაა იმ პროდუქციაზე, რომელსაც ჩვენ ვამზადებთ. გარდა ამისა, რამოდენიმე თვის წინ მივიღეთ მონაწილეობა გერმანიაში მსოფლიო საერთაშორისო სათამაშოების გამოფენაში, სადაც ძალიან კარგი შედეგები დავდეთ. 30-მდე მსხვილი წარმატებული მსოფლიო ორგანიზაცია დაინტერესებული ჩვენთან თანამშრომლობით. ჩვენ მუდმივად ვფიქრობთ და მუშაობთ იმ საკითხზე, რომ აქტიური კავშირი შევინარჩუნოთ აფხაზეთთან და იქ მაცხოვრებელ ადამიანებთან. გვაქვს გეგმები, რომ ოდესღაც შევძლებთ ჩვენი საწარმოს გარკვეული ფილიალის აფხაზეთის ტერიტორიაზე გახსნას და წარმოებას. დიდი იმედი ვქრო, ეს ამბიციები, ეს სურვილები წარმატებით შესრულდება.